სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა მოგესალმებით ყველას მეგობრებო. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ კითხვას სწავლას 94 ფსალმუნი წმინდა მამების გამარტებით და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. მოვედით, უგალობდეთ უფალსა, ვღაღადებდეთ ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩვენისა. ბასილი დიდი გამარტავს, რომ მოვედით სულის მოწოდება, ხო, რომელიც ერთობაში იწვევს. იოანე ოქროპირი ამბობს და გამარტავს, რომ უგალობდეთ, ანუ გულის სიხარულით, არა, მხოლოდ ხმით, ხო, ანუ გულით უნდა, გულიდან მოდის ყველაფერი, ხო. ასევე კირილი იერუსალიმელი ამბობს, რომ მაცხოვარი ჩვენი ღმერთი, რომელიც გვიხსნის. შემდეგი მეორე მუხლი. აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისა, აღსარებითა და ფსალმუნითა უღაღადებდეთ მას. აღვიმსთოთ, ანუ როგორც მზის წინაშე, ხო, ასე ღვთის წინაშე, ხო, ბასილი დიდის თქმით. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ აღსარება გულის გახსნა, ხო, ფსალმუნის სულის ჟღერა. ხო, საინტერესო არის, ხო. კირილი იერუსალიმელი ამბობს, უღაღადებდეთ, ანუ სიხარულის ხმა, რომელიც ზეცამდე აღწევს. შემდეგ მესამე მუხლი. რამე თუ ღმერთი დიდარს უფალი და მეუფე დიდარს ყოველსა ქვეყანასა ზედა. ბასილი დიდი გამარტავს, რომ დიდი უსაზღრო სიდიადე, რომელიც ყველაფერს ფარავს. იოანე ოქროპირი, მეუფე მარადიული მართველი, რომელსაც არავინ ემთხვევა. და კირილი იერუსალიმელი გამარტავს, რომ ქვეყანა, ანუ ღმერთის საყდარი, სადაც იგი სუფევს. შემდეგი მეოთხე მუხლი. რამე თუ ხელსა შინამისსა არიან კიდენი ქვეყანისანი და სიმაღლენი მთათანი მისნი არიან. ანუ კიდენი ეს ქვეყანის საზღვრები, რომლებიც ღმერთის ღვთის ხელში არის. იოანე ოქროპირი, მთების სიმაღლეები, რომლებიც ღმერთის ძალას ადიდებს. ანუ ყველაფერი ღვთის ხელნაკეთი და მისი საკუთრებაა, რა თქმა უნდა. შემდეგი, რამე თუ მისი არ ზღვაი და მან შექმნა იგი და ხმელი ხელთა მისთა დაბადეს. ზღვა უსაზღვრო, მაგრამ ღმერთის შექმნილია, ხმელი ღმერთის თითებით ჩამოყალიბებული და შექმნა ღმერთის სიტყვით, რომელიც ყველაფერს, ასე იგი, ყველაფრით არსებობს, ყველაფრით, ხო? მოვედით თაყვანის ცეთ და შეუვდეთ მას და ვტიროდეთ წინაშე უფლისა შემოქმედისა ჩვენისა. ნახეთ, ბასილი დიდი გამარტავს, რომ თაყვანის ცეთ, ანუ მუხლის ჩოქება გულის თაყვანისცემა. იოანე ოქროპირი, ვტიროდეთ არა მწუხარებით, არამედ სიხარული და მადლიერებით. კირილი იერუსალიმელი ამბობს, რომ შემოქმედი, ანუ ჩვენი მამა, რომლის წინაშე სული იხსნება. სული იხსნება. შემდეგი შეგახსენებთ, ეს არის ჩვენ ვკითხულობთ წმინდა მამის გამარტებით ფსალმუნი 94 და ჩვენ ვაგრძელებთ მე-7 მუხლიდან. თვალი გააყოლეთ ტექსტ აუცილებლად მეგობრებო, უფრო კარგად გაასაგები იქნება და უფრო კარგად აღიქვამთ. ყოველდღე წაიკითხეთ ფსალმუნები, აუცილებლად გაყვებათ მთელი, ესე იგი, დღის მადლი იქნება ეს ფსალმუნში, როგორც დილას აღამოს ლოცვები. რამე თუ იგი არის ღმერთი ჩვენი და ჩვენ ერი სამწყსოისა მისისაი და ცხოვარნი ხელისა მისისანი. ანუ სამწყსო ეს არის ღმერთის ცხვარი, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს, ასევე ცხოვარნი ღმერთის ხელში დაცული სიცოცხლე და კირილი იერუსალიმელი ამბობს, რომ ჩვენ ღვთის რჩეული ხალხი, მისი საყვარელი შვილები. დღეს თუ ხმისა მისისაი ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქვენთა, ვითარცა იგი გამწარებასა მას დღისა მისებრ განცდისა უდაბნოსა ზედა. ანუ დღეს მოწოდების დროა, რომელიც არ უნდა გავაქარვოთ,
განიფიცხებთ, ესე იგი გულის გაქვავება, რომელიც ღვთის ღმერთს აწყენინებს, ასე ვთქვათ. კირილე იერუსალიმელი ამბობს, უდაბნო, ესე იგი განცდის გაკვეთილია, რომელიც არ უნდა გავიმეოროთ. არ უნდა გავიმეოროთ. სადა იგი გამცადეს მე მამათა თქვენთა, გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩვენი. ანუ გამცადეს უწმუნოება, რომელიც ღმერთის საქმეებს ხედავდა. იხილნეს სასწაულებს, ესე იგი იოანე ოქროპირი ამბობს, რომ იხილნეს, ანუ სასწაულებს, მაგრამ გული არ გახსნეს. ასევე მამები ესე იგი გაკვეთილი ჩვენთვის რომ არ გავიმეოროთ, არა ხო? არის გაკვეთილი. შემდეგი მე-10 მუხლი. 20 წელ მოვიწყინე ნათესავი იგი და ვსთქუ მარადის ცდებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნეს გზანი ჩემნი. ესე იგი 40 წელი, ანუ მოთმინების დროა, რომელიც ამოიწურა, ცდებიან გულის დახრილობა, რომელიც ღმერთს აცილებს და გზანი, ესე იგი ღმერთის გზა, რომელიც მარადიულია არის. და ჩვენ ეს არის ბოლო მუხლი, მე-11 მუხლი. ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, უკვე თუ შევიდენ იგინი განსასვენებელსა ჩემსა. ბასილი დიდი ამბობს, რომ ესე იგი ფუცე ღმერთის სამართლიანი რისხვა ურწმუნოებაზეა და იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ანუ განსასვენებელი, ესე იგი განსასვენებელი, ანუ დასვენების მიწა, რომელიც ურწმუნოებს დაკარგავს, ხო? და კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ უკვე თუ გაფრთხილება, რომელიც დღესაც ძალაშია. ღმერთმა შეგიწიროთ ყველას მისმენდი და ღმერთმა გაგახარო და დაგლოცოთ. დიდი მადლობა.